ძვირფასო მეგობრებო, ლუკა სახარება გვასწავლის არ არის დაფარული რაც არ გაცხადების და აი მარიამობა დღეს, რომელსაც სული და გულით გილოცავთ, ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანია იგლ ჰილთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული მოღალატეობის ქარტია ქართული მიწის გასხვისებაზე, რომელსაც ედო გრიფით საიდუმლო ამ წუთამდე დღეს ეს უკვე ქართველი ხალხის სამჟავროზე გამოგვაქვს, ტერი პრაქტიკულად ამით განიარაღებულია და დიდი კვლევაზეების თუ ბრძოლის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ თქვენი დავალებით ამოხსნა ღალატის საზარელი ანატომია, რაც ქართველი ერის 1000-წლოვან ისტორიას არ ახსოვს. თბილისი, გარდაბანი, რუსთავის არეალში, აგრეთვე გონიოში უფასოდ ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანიაზე, არაბული დასახლების მშენებლობისათვის გასხვისებული და გაცემულია 10 მილიონი კვადრატული მეტრი უძვირფასესი სახელმწიფო მიწა, ანუ 886 ჰექტარი, ხოლო 576 ჰექტარი განწირულია ეგრეთ წოდებული სანიტარული ჭრისათვის, რაც ნიშნავს ტყეების მასობრივ გენოციდურ განადგურებას. აღნიშნული მოღალატეობრივი დოკუმენტი წარმოადგენს მამულის გაყიდვის, სახელმწიფოს ღალატის და კორუფციის გაერთიანებულ ქარტიას, რომელსაც სჭირდება დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მე მოუწოდებ გენერალურ პროკურორს, თუ მაგ სისტემაში დარჩა კიდევ სამართლისადმი რაიმე დამოკიდებულება და პატივისცემა, დაუყოვნებლივ აღძრა საქმე და დაიწყოს აი უმძიმეს დანაშაულზე გამოძიება. მე მოუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაგეღვიძოს მორალ-ეროვნული სინდისი და თვითონ გააუქმე ცალმხრივად შენს მიერ დადებული მოღალატეობრივი აქტი და მე მოვითხოვ არაბული კომპანიებისაგან და მოუწოდებ არაბთა გაერთიანებული საიმიროების პრეზიდენტ ნაჰაიანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა ქართულ მიწაზე, რადგანაც რეჟიმი, ვისთანაც მათ გააფორმეს კონტრაქტი აი ამგვარი დანიშნულებით, ლეგიტიმურად არ არის აღიარებული მსოფლიო საზოგადოების მიერ და პლუს ამას რეჟიმის მეთაური, ვისთანაც ბატონი ნაჰაიანი პირადად მიბრძანდა სოლოლაკში, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან დასანქცირებულ, ანუ დამნაშავე სუბიექტს და მასთან ურთიერთობა, მით უმეტეს მასთან გაფორმებული კონტრაქტები არა მარტო იურიდიული ძალის არ მქონე და უკანონოა, არამედ თანამონაწილეობას ნიშნავს დანაშაულში. ამას რზენია მეგობრებო, როცა წაიკითხავ რა ხდება ჩვენს თავს. გარდა ამ უდიდესი ღალატის მასშტაბისა, კონტრაქტი გაფორმებულია ყველა მოქმედი საშინაო და საერთაშორისო ნორმების, კანონმდებლობის დარღვევით, მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგ დანაშაულებათა კასკადს. იგი შედგენილია ყოველგვარი კონკურსის, შეჯიბრებითობის გარეშე. არანაირი ვალდებულება ეგრეთ წოდებული ინვესტორს ან არაბულ კომპანიას არ გააჩნია ან ინვესტიციების შემოტანაზე, ან საბანკო ვალდებულებები, ან გარანტია პირგასამტეხელოს სახით. არც ერთ ცენტს არ ზდებს კომპანია, რომელიც 6 მილიარდ მოგებას პირდება თავის თავს და ბიძინა ივანიშვილს. იჩუქა, მიწა აჩუქეს და იწყება მისი გაჩეხვა, განადგურება და ნებისმიერ დროს ამ კომპანიას ასევე შეუძლია მიატოვოს გაჩეხილი მინდორველები და გავიდეს თუ რაღაც არ ესემონება. მსოფლიო კოლონიურმა ისტორიამაც კი არ იცის ამგვარი გენოციდური დისკრიმინაციული ცალმხრივი კონტრაქტი საერთაშორისო კერძო სამართალში. დღეს მეგობრებო, მთელი ქართველი ერი უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ მოვიცილოთ ივანიშვილის ბოროტის სახელმწიფო მოღალატე რეჟიმი რაც შეიძლება ჩქარა. ხოლო ეს მოღალატეობრივი კონტრაქტი ქართული მიწის AS-ზე გასხვისებაზე
უნდა გავაყოლოთ ისტორიის ქარს, ხოლო დამნაშავეები მოათავსოთ საბრალდებო სკამზე, რაც მათ სავსებით დაიმსახურეს. მინდა მოგიწოდოთ, არ გატყდეთ, ბრძოლა წინ არის, აუცილებლად ქართველი ერი გაიმარჯვებს. დიდი მადლობა.